გამარჯობათ, მე ვარ გიორგი, მინდა მოგიყვეთ ძველი ანეკდოტი. კაცი მოხდება ჯოჯოხეთში და იქ ეშმაკი შეთავაზებს, რომ თუ გინდა 60-ში გაგიშვათო ერთი დავალება უნდა შეასრულო. გამოცდასავით არის რაღაცა. კარგიო რა, გამოცდა არის, რა დავალება არის, ამან ვერ შევასრულო. აი, მოუტანს ახლა ეს ეშმაკი ერთ ბაკალ წყალს, დიდი ბაკალი არის და დაუდგავს მაგიდას. და ეს წყალი უნდა დალიო, ოღონო ხელში არ ეიღო ბაკალი, ისე უნდა დალიო, ანენით უნდა ამოტლაკო ენით რა, რასაც ჩაყოფ ხო ენასო. მერე თითით ეიხმარე წალი თითითო, ასე ამეიღე რა და დალიო. და წუთში უნდა დალიო რა. აიო ახლა სხვა გზა რა აქვს ახლა ამ კაცს და დაიწყო ენით ლაკვა ახლა ბაკალში წყლის და სვავს ასე ძაღლივით. და გევიდა ნახევარზე დევიდა და ახლა თითითე ენა ვეღარ ჩაწვდინა ბაკალში და დაიწყო ძალი თითით ახლა. და სვავს ახლა და ეს ეშმაკი უყურებდა ამასობაში და მე შეტრიალდა, შებრუნდა და იქითკენ იყურება გვერდზე და ამან დრო იხელთა და უცბად ორი თითი კრა და სვავს ასე გამწარებული ორი თითით და ახლა მესამე თითი დაახმარა და სამი თითით და მე 4 თითი და ასე 4 თითით სვავს და უცბად მოხდება სახეში ასე ხელი ხო და თვალებიდან აპერწკლებს გაადენს და გამოფხიზდება. თურმე ძინავს ამ კაცს და საწოლში თავის ცოლთან ერთად ძინავს და ეს იზრდება ეს ყველაფერი და თან რასაკეთებს ახლა თავის ცოლის იმასე ფერება ახლა იქ თავიდან ენით დაუწყო. მე ერთი თითი, ორი თითი ეკალია ხმას არ იღებდა სიამოვნებდა და მე 4 თითი აღარ ეს სიამოვნა გაარტყა სახეში და გამოფხიზდა ამ დროს გამოიღვიძა.